აგვისტოს ომის წლის თავს ეხმაურება შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი დღემდე არღვევს საერთაშორისო სამართალს, აგრძელებს საოკუპაციო პოლიტიკას, ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს და ბარიერებს ქმნის ხალხებს შორის კავშირის აღდგენის გზაზე. ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი დღემდე მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავ არ ეძლევა საკუთარი მანდატის სრულყოფილი შესრულების და ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა. ამასთან შემაშფოთებელია ოკუპირებულ რეგიონებზე უკანონო კონტროლის გაძლიერების მიზნით სამხედრო პოლიტიკური და საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესის გაფართოება და ადგილობრივი მოსახლეობის ხელოვნური იზოლაცია, რაც სხვა მიზნებთან ერთად ხალხთაშორისი მზარდი კავშირების და შერიგების პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული. საერთაშორისო სასამართლოები არაერთი გადაწყვეტილებით შესაბამისად რუსეთის ფედერაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა აფხაზეთსა და მშვიდობის გამტკიცებას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია, ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.